მოგესალმებით მედია კავშირი ობიექტივი განაგრძობს პირდაპირ ეთერში ტელე და რადიო მაუწყებლობას თქვენ უსმენთ და უყურებთ სამედიცინო ინტერაქტივს მე ჟურნალისტი ნათი ამაზანაშვილი ვარ და მომდევნო 50 წუთის განმავლობაში ჩვენს მაყურებელს ექნება საშუალება დაგვირეკოს პირდაპირ ეთერში ნომერზე 0322 დღეს ჩვენ ძალიან საინტერესო სტუმარი ყავს გადაცემაში პედიატრი მედიცინის აკადემიური დოქტორი პროფესორი ბატონი თემურ მიქელაძე პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ბატონ თემურ რომ ხართ დღეს ჩვენთან ერთად სტუდიაში საღამო მშვიდობის. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის, მივესალმები თქვენს მაყურებელს და დღეს რაღაც ერთგვარი სევდიანი დღეც არის 9 აპრილი, კიდევ ერთხელ დიდება ჩვენს გმირებს. და დიდი მადლობა მათ ჩვენი და ჩვენი შვილების თავისუფლებისათვის. დიდი მადლობა და დიდი მადლობა თქვენ რომ გამონახეთ დრო და გვეწვიათ სტუმრად ვიცით თქვენი ძალიან დატვირთული გრაფიკი. ბატონ თემურ, დღეს ჩვენი გადაცემის თემა იქნება ბავშვთა კვება და 50 წუთის განმავლობაში ვისაუბრებთ რა თქმა უნდა დრო როგორც მოგცემ საშუალებას ბავშვთა კვებაზე. მოდით დავიწყოთ ბავშვთა კვება დაბადებიდან როგორი უნდა იყოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მშობლებისთვის. ბატონო, პრაქტიკულად ბავშვთა კვება ამოუწურველი საკითხია, ერთი გადაცემა კი არა, რამდენიმე თვეები და წლები შეიძლება და ესეც ხდება ყოველდღურად ახალი არის ბავშვთა კვებაში, ყოველთვის ახალი და ეს ძირითადად ჩვენ მაინც ვითვალისწინებთ კოდექს ალიმენტარიუსის, ესპაგანის რეკომენდაციებს და ყოველდღე რაღაც ახალი დამატებითი ბავშვთა კვებაში შეიძლება იქნას შეტანული ან ახალი აღმოჩენილი. რაც შეეხება უნიკალური საკვები, როგორც მოგეხსენებათ, ეს არის დედის რძე. და ჩვენ მაქსიმალური და უნდა გავაკეთოთ პედიატრებმა იმისთვის, რომ ყველა ქალს შეუნარჩუნოთ რძე, განსაკუთრებით 6 თვამდე, როგორც წესი მოგეხსენებათ, ეს არის ექსკლუზიური ძუძუთი კვება და 6 თვის შემდეგ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ წლინახევრამდე მაინც გავახანგრძლივოთ ძუძუთი კვება, შესაბამისად სხვა და სხვა მყარი საკვების, ეს იქნება ფაფა, ბოსტნეულის პიურე, თავშად ხორცის, ძის პროდუქტების დამატებით თუ ასე შემდეგ. ამიტომ როგორც მოგეხსენებათ, ბავშვთა კვების ოქროს სტანდარტი ეს არის დედის რძე. ასეთი უნიკალური საშუალება ჯერ ბუნებაში არ შექმნილა და ვერ შეიქმნება და ვერც მასთან მიახლოვებული სხვა ნებისმიერი ადაპტირებული საკვები ახლოსაც ვერ მივა მასთან. ის ხასიათდება თავისი უნიკალური თვისებებით, როგორც და ისეთი ეპიგენეტიკური თვისებებით, რომელიც მოზრდილობაში უკვე თავიდან აგაცილებს გულსიძახთა სისტემის დაავადებების განვითარების რისკს, თავიდან აგვაცილებს თავის ტვინის დემენციური დაავადებების განვითარების რისკს, როგორც არის ალცგაიმერი, დემენცია და ასე შემდეგ. ელემენტარული იმის ქოლესტერინის შემცველობა მაგალითად დედის რძეში უფრო მაღალია ვიდრე სხვა ხელოვნურ საკვებში. და აღმოჩნდა, რომ სწორედ მაღალი შემცველობის ქოლესტერინის და იქ არსებული ლიპოპროტეიდების ეპიგენეტიკური ეფექტი ეს არის მოზრდილობაში უკვე გულის იშემიური დაავადების პრევენცია და თავის ტვინის სხვადასხვა დეგენერაციული დაავადებების პრევენცია. ამიტომ არსებობს ესეთი პრენატალური სამსახურები, როცა პრენატალურ სამსახურში ჩართული უნდა იყოს დაუშვათ პედიატრი, სანამ იმშობიარებს უკვე ქალი, უნდა იყოს მამოლოგი, მეანი, გინეკოლოგი და ასე შემდეგ. და ეს სწორედ კომპლექსურად უნდა შევამზადოთ თითოეულმა ჩვენთანგანმა სხვადასხვა კონსულტაციით, რომ დედამ მაქსიმალური გააკეთოს იმისათვის, რომ ბავშვს მიცეს რძე. და არ არსებობს ქალი ერთი თეზზე ჩამოსათვლელი შემთხვევების გარდა არსებობს რა თქმა უნდა უკუჩვენებები, პრაქტიკულად ერთი ან ორი დაავადება უკუჩვენება ძუძუს რძის დედის რძის არ მიღების, სხვა შემთხვევაში არ არსებობს ქალი და მისი უნიკალური ბიოლოგიური სითხე, რომ ბავშვისთვის იყოს მავნებელი. და ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, როდესაც ბავშვი გაჩნდება და არის დედა სამშობიარო სახლში, ალბათ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ექიმებს, ექთნებს, იმიტომ რომ არ უნდა იყოს შეთავაზება ხელოვნური საკვების, როდესაც თავიდან დედას რძე არ აქვს, ალბათ დამეთანხმებით ამაში რაღაც გარკვეულწილად მაინც, რომ არანაირად არ უნდა შევთავაზოთ დედას ხელოვნური საკვები, არაუშავს შემდეგ გექნება რძე და შემდეგ აჭმევ შენს რძეს და მანამდე მოდი ხელოვნური კვება მივცეთ ბავშვს. აი ეს მიდგომები რამდენად სწორია ბატონ თემურ? მანამდე მივცეთ ხელოვნური და ეს უკვე ტერმინი ნიშნავს, რომ პოტენციურად 50%-ში რაც გვაქვს ჩვენ, ხო 50%-იანი ლაქტაციის ის კვაგან 50%-ია ძუძუთი კვება, დანარჩენი არის ხელოვნური კვება ბავშვები, როცა მაღალგანვითარებად ქვეყნებში და სკანდინავიის ქვეყნებში, მაგალითად შვედეთი, ფინეთი, დანია, ამ ქვეყნებში არის დაახლოებით 90%-მდეა ძუძუთი
ძუძუთი ყვება. წარმოიდგინეთ, ჩვენთან არის 50%-იც არა. ზოგადად მე რო გადავხედავ, ბოლოს მეტნაკლებად უფრო მოიმატა ძუძუთი ყვებით. თუმცა წინა წლებში არ იყო ეს ჩვენებელი. მკვეთრად იყო ჩემი ერთ-ერთი მასწავლებელი ქეთევან ნემსაძე, სწორედ ამაზე საუბრობდა თავიდანვე, აი ამ პერიოდში რაღაც მეტნაკლებად მოიმატა, დაახლოებით ეს იყო 90-იანი წლებიდან, ჯერ შობადობაც კატასტროფულად შემცირდა და წარმოიდგინეთ, ახლა შემცირებული შობადობის ფონზე კიდე გადაყვავს რაღაც ხელოვნურ ნარევზე. ხელოვნური ნარევი ეს არის ზედმეტი დანახარჯი ოჯახისა, ეს არის არა იმ ბიოლოგიური ღირებულების საკვები, რასაც შენ აძლევ დედის რძით, ხო? ეხლა ესე არ განვიხილოთ, რომ რაღაც ის განსაკუთრებული მავნებელი, რა თქმა უნდა, არა. ხელოვნური საკვები რომ არ იყოს, შესაბამისად უამრავი ბავშვი არის რაღაც ისეთი უკუჩვენებები, უამრავი ბავშვები ვერც გადარჩებოდა, ხო? ამიტომ უნდა დავნიშნოთ კაცრი ჩვენებით ხელოვნური საკვები და სამშობიარო სახლებში არასოდეს არ უნდა შევთავაზოთ პირველი 2-3 დღის განმავლობაში ხელოვნური საკვები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ აი ჩვენ სამშობიარო სახლებში იყვნენ ეგრეთ წოდებული ლაქტაციის სპეციალისტები, რომელიც არის მაღალგანვითარებადი ქვეყნების უამრავ სამშობიარო სახლში და ლაქტაციის სპეციალისტი რა არის? მშობელს ამზადებს, დედას ამზადეს მშობიარობამდე ძუძუთი კვების თვის ამზადებს უშუალოდ მშობიარობის დროს, ამ მშობიარობის შემდეგ და სწორედ აი ასეთი ერთობლივი მიდგომებით ეს იქნება მეანი, ლაქტაციის სპეციალისტი, პედიატრი, მაქსიმუმ უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ბავშვს შევთავაზოთ კიდევ ერთხელ მეორევთ ოქროს სტანდარტი ბავშვთა კვებაში. რამე თუ ძუძუთი კვების შემდეგ შესაბამისად უფრო ნაკლები ავადობა, რა თქმა უნდა, ეს ახლა ყველასთვის არის ცნობილი, რომ მომართვიანობა რესპირაციული ვირუსული ინფექცია იქნება, თუ ზედა თუ ქვედა სასუნთქი გზების იქნება დაუშვათ ნაწლავთა ინფექციები, მომართვიანობა მკვეთრად არის შემცირებული ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებთან, ხელოვნურ კვებებთან შემთხვევით. ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანი რა უნდა იყოს სამშობიაროებში, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად დედას გაუხანგრძლივოთ და პირველ დღესვე შევთავაზოთ ბავშვს დედის რძე და არა ხელოვნური ნარევი. ბატონ თემურ, ასევე მაინტერესებს რომელ თვემდე უნდა ჭამოს ბავშვმა დედის რძე? თუ ეს ინდივიდუალურია. რა თქმა უნდა, ექსკლუზიურად ძუძუთი კვება ნიშნავს, რომ 6 თვემდე ასაკის ბავშვი არ უნდა იღებდეს არც წყალსაც კი. ანუ შესაბამისად 6 თვემდე ასაკის ბავშვს დედის რძე თავისი მაკრო და მიკრონუტრიენტებით სრულად აკმაყოფილებს იმისათვის, რომ მას ნორმალურად განვითარდეს. იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება სხვადასხვა დაუშვათ ჰემატოლოგიური პარამეტრების ცვლილება, დაუშვათ როდესაც არის ვერ აკმაყოფილებს დედის რძე ბავშვს, ჩვენ რა თქმა უნდა ვიწყებთ უკვე ხელოვნური საკვების დამატებას. ხელოვნური საკვების დამატება, ანუ ეგრეთ წოდებული შერეული კვება ქვია ამას, ექსკლუზიური ითვლება მხოლოდ ძუძუთი კვება, შერეული კვება, როდესაც ვამატებთ ფაფას ან ბოსტნეულის პიურეს. ბოსტნეულის პიურეს ჩვენ 6 თვიდან ისედაც ვამატებთ ბავშვთან და ვამატებთ დაუშვათ უკვე ბოსტნეულის პიურებში ხორცის სხვადასხვა ულუფებს, ხო? ეს იქნება დაუშვათ საქონლის ხორცი, იქნება ქათმის ხორცი, იქნება ზოგ შემთხვევაში ღორის ხორცის დაშვებულია, ინდაური, კურდღელი და ასე შემდეგ, ხო? ბატკანი და ასე შემდეგ. სხვადასხვა ქვეყნებში ესეა დაშვებული, ხა ეს დიფერენცირება არ ხდება და ვამატებთ, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც ნაკლებია გვაქვს ჰიპოგალაქტია, როგორც წესი არსებობს ეგრეთ წოდებული ჰიპოგალაქტიური კრიზები. ეს ვითარდება ძირითადად მე-3-დან 4 დღემდე, შემდეგ 11 დღეზე ვითარდება და 8 კვირაზე. შესაბამისად ამ დროს მცირდება დედის რძე, დედის რძის გამუშავება, მაგრამ ჩვენ თუ არ შევთავაზებთ მას ხელოვნურ საკვებს, ის დაახლოებით 2-3 დღეში თავისით აღდგება. ამიტომ ეს რაღაც კრიტიკული ლაქტაციური პერიოდები უნდა გვახსოვდეს, მშობელსაც უნდა უხსნათ, რომ ამ გარკვეულ დღეებში შეიძლება შემცირდეს, მაგრამ ის დროებითია, ტრანზიტორულია, გარდამავალია და 2-3 დღეში ისევ დაუბრუნდება სრულფასოვნად. ვამატებთ რა თქმა უნდა კვებას და ჩვენ ვცდილობთ, რომ ბავშვთა კვებაში გამოვიყენოთ ისეთი ადაპტირებული საკვები, რომელიც მაქსიმალურად მიახლოებული იქნება ზოგ შემთხვევაში დედის რძესთან, ან გამოვიყენოთ მაქსიმალურად სტერილურად მომზადებული დაუშვათ ბოსტნეულის პიურეს, მე ყოველთვის ვთავაზობ, რომ მშობელმა მოამზადოს სახლში. სახლის პირობებზე სახლის პირობებზე ფაფა უნდა სასურველია და აუცილებელია რომ მივცეთ უფრო მეტად ქარხნული წესით დამზადებული ფაფები. რამე თუ
მათში სწორედ ეს ინგრედიენტები, მიკრო და მაკრონუტრიენტები და ისეა გადანაწილებული, გამდიდრებულია დაუშვათ რკინით, დ-ვიტამინით, ისე რომ მას აუცილებლად სწორად მიიღოს ეს და ხელოვნურად მომზადებულ ფაფაში პრაქტიკულად შეიძლება არც გქონდეს სხვადასხვა მიკრო და მაკრონუტრიენტები. რაც შეეხება ბოსტნეულის პირას, ჩვენ გვაქვს ბოსტნეული, ეხლა სულ არის საუბარი იმაზე, რომ შეიძლება რა თქმა უნდა იქნება პესტიციდებიც, ჰერბიციდებიც, მაგრამ ერთი ესეთი ოქროს წესი არსებობს, რომ როდესაც ჩვენ ბავშვთა საკვებს ვამზადებთ, დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში მე ყოველთვის ვთავაზობ მშობელს, რომ გამდინარე წყალში იყოს, ეს იქნება მწვანილი, დაუშვათ იქნება კარტოფილი თუ სხვადასხვა ბოსტნეული, ხო? ანუ ყველაფერი გამდინარე წყალში უნდა გქონდეს 40 წუთის განმავლობაში, რომ მაქსიმალურად ეს კონტამინირებული ჰერბიციდი და პესტიციდი მოიხსნას. ეხლა ეს საუბარია იმაზე, არსებობს ბიოპროდუქტი, ხო? ეხლა არსებობს ბიოპროდუქტი არ უნდა იყოს პესტიციდებიდან და ჰერბიციდებიდან თავისუფალი, უნდა მოდიოდეს ისეთ კომპოსტირებულ ნიადაგზე, მხოლოდ ნაკელი უნდა იყოს გამოყენებული და ისაც 4 წელი და მეტის შემდეგ, თუ 4 წლის განმავლობაში ამ კონკრეტული ფერმერი იყენებს მარტო ამ ნიადაგზე ამ ნაკელს, იმის შემდეგ შეიძლება მას ეწოდოს ეგრეთ წოდებული ბიოპრეპარატი და ის არ უნდა მოიწამლოს სხვადასხვა პესტიციდებით, ირგვლივ არსებული ან ჰერბიციდებით, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, ეხლა რო არ ყოფილიყო თანამედროვე ტექნოლოგიები, ხო? დაუშვათ იგივე პესტიციდი, ჰერბიციდი, სხვადასხვა მაკრო და მიკრონუტრიენტების დამატება ცხოველურ საკვებში, მაშინ 8 მილიარდის ნაცვლად მოსახლეობა იქნებოდა 2 მილიარდი და იმიტომ რომ ეს პროდუქცია ამ რაოდენობით ვერ მოვიდოდა. ხო, ეს რა თქმა უნდა, ეს ცნობილია. უბრალოდ აქ არის სულ საუბარი იმაზე, ბიოპროდუქტი თუ არა ბიოპროდუქტი, მაგრამ ბოლომდე ჯერ მტკიცებულება იმისა, თუ რა არის არაბიოპროდუქტი, რა შეიძლება გამოიწვიოს მან და ესეთი მტკიცებულება არ არსებობს და უამრავი კვლევაა ჩატარებული და ნახავთ, რომ პრაქტიკულად ბიო იქნება თუ არა ბიოპროდუქტი, გამოსავალი შეიძლება ერთ. ეხლა სულ არის საუბარი კანცეროგენულ ნივთიერებებზე. გასაგებია, კანცეროგენული ნივთიერებები უამრავია. ასეთი ნივთიერებები სამწუხაროდ შეიძლება მოხვდეს საკვებ პროდუქტებში, მაგრამ ეს კანცეროგენული ნივთიერების დასაშვების ღრული დოზებია. დოზებია ამ დოზით მათი არსებობა შეიძლება კონკრეტულ საკვებ პროდუქტში იყოს და ეს როგორც ბავშვთა კვებაში ხდება, ისე ხდება მოზრდილთა კვებაში, მაგრამ მთავარი ფუნქცია რა არის, რომ აქ არის სურსათის უნებლობის სამსახური ნებისმიერი ქვეყნის და ეს შესაბამისად ბავშვებში არის ეგრეთ წოდებული საერთაშორისო ბავშვთა კვების ასოციაცია, რომელიც ახდენს აი ამ სწორედ ამ სხვადასხვა ის იქნება ემულგატორები, იქნება დაუშვათ სხვადასხვა ნივთიერებები, მათ კონტროლს. ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში იქნება თუ ამერიკის შეერთებულში FDA და ასე შემდეგ და FAO და ასე შემდეგ. არის უმრავი ორგანიზაციები, რომელიც ამათ კონტროლს ახდენს. როგორც კი აღმოჩნდება ასეთი მინარევი, შესაბამისად სერიულად იხსნება ნებისმიერი საკვები პროდუქტი. ეს არ არის ახალი, ეს ხდება ნებისმიერ ქვეყანაში და სერიულად ამოღების შემდეგ ის აი როგორც რძე ამოიღეს ჩვენთან რამდენიმე დღის წინ ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. რატომ ხდება ბატონ თემურს გავსი ფაქტები, უფრო დეტალურად რომ გითხრათ რძესთან დაკავშირებით მაქვს კონკრეტული. კი ბატონო, მე რამდენიმე საწარმოში ვარ ნაყოფი ევროპაში, ბავშვთა კვების იყო საწარმოები, იყო დაუშვათ ძირითადად ბავშვთა კვები, ხა ვეღარ ჩამოვთვლი ამ კომპანიებს და არა ბავშვთა კვების საწარმოებშიც რძის ერთ-ერთ ყველაზე დიდ წარმოებელთან ვიყავით, იმიტომ რომ მეც მაინტერესებდა და რაღაც კონფერენცია იყო და წავედით რაღაც გარკვეული ჯგუფი ექიმებისა, იმაზე დიდი წარმოებელი ევროპაში არ არის. შესაბამისად, როდესაც ხდება წარმოება, ყოველთვის სერიულად რაღაცა თითო ნიმუში იღება აქედან, ხო? და შესაბამისად, თუ მოხდა რომ ამ ნიმუში რაიმე გაიპარა, შესაბამისად მთელი სერია ამოდის წარმოებიდან. და ეს ეხა დაშვებული პრაქტიკაა და თქვენ ალბათ ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, რამდენი წლის განმავლობაში 30 წლამდე ექიმი ვარ და ყოველ 3 წელიწადში ერთხელ, 2 წელიწადში ერთხელ რაღაც ბავშვთა კვების კომპანია გადიოდა ბაზრიდან, შემდეგ 2 კვირის შემდეგ ისე უბრუნდებოდა. ხო, ეხა მე რო ჩამოვთვალო ეს კომპანიები, ყველა მშიერი დარჩება და არც ერთი საკვებ პროდუქტს არ იყევ. მე მქონია ესეთი შემთხვევები და პირიქით მწარმოებელი გაწვდის, რომ კონკრეტული ეს სერია ამ კომპანიისა არ მიიღოთ და უკან გაიწვევს. ხო, ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული დანაშაული, უბრალოდ მთავარი პრობლემა რა არის, რომ ამ ტოქსიურმა ნივთიერებამ ხანგრძლივად არის რამდენიმე წელი. მე მქონდა შეხება ამ ვეტერინარიასთან, იმიტომ რომ პირველი წელი სწავლობდი ამ ვეტერინარულ ინსტიტუტში, მაღალი კვალიფიკაციის ვეტერინარები ყავდა. კი ბატონო, და თქვენ გითხარით მშობლებს, რომ ეს არ იყოს საშიში, დაწერეთ პოსტი, კი. მე ვთვლი, რომ უნდა გამოვიდნენ სწორედ ეს ვეტერინარები და ვეტერინარები უნდა ისაუბრონ ამაზე და არა სამედიცინო პერსონალმა, იმიტომ რომ აქ აუცილებლად მოხდება ტოქსინი, ეს ტოქსინის რა შემცველობაა, რატომ მოხდა ეს ტოქსინი, უბრალოდ აქ არის მეორე პრობლემა, უბრალოდ რაღაც კონკრეტული
მეზობელი კომპანია, რომელიც ასოციაცირებულია ჩემთვის როგორც დაუშვათ სოფელთან, აღმოჩნდა რომ იღებდა რაღაც გვერდზე მეზობლის ქვეყნის პროდუქტს, ხო? აი ეს არ უნდა ხდებოდეს ალბათ, არ ვიცი. თუ არის პირიქით ჩვენ მაქსიმალურად ხელი უნდა შეუწყდეს მე როგორც ერთ-ერთმა პედიატრმა, რომ ჩვენ ქვეყანაში განვითარდნენ სწორედ რძის წარმოებელი კომპანიები და მე დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ეს ასოციაცია საკმაოდ ძლიერი ასოციაცია იყო, მერძის წარმოების და მერძევეთა ასოციაცია ქვია, როგორც ვიცი, ზუსტად აღარ მახსოვს, საკმაოდ განათლებული კომპეტენტური ადამიანებით არის დაკომპლექტებული და ისინი მაქსიმალურს აკეთებენ. ყველა ამ კომპანიებს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როგორც ძის, ისე ხორცის პროდუქტების წარმოებული კომპანია, განსაკუთრებული მაღალი რისკის კომპანიებს მიეკუთვნებიან ისინი და მუდმივად უნდა შემოწმდეს და მოწმდება მე როგორც ვიცი და ისინი იღებენ იქ თითოეულ მათგანს ყავს ვეტერინარი, უნდა აკეთებდნენ როგორც შიდა კონტროლს, ისე გარე კონტროლს. ეხლა სასურველია რახან ესეთი მოხდა და ნუ რაღაცა აჟიოტაჟი მოყვა ამას, ამიტომ კომპანიამ ნება უნდა იბოძოს და შესაბამისად ეს რაღაცა ნიმუშები უნდა გააგზავნოს მაღალგანვითარებულ ქვეყნებში. ხო, უნდა გააკეთოთ როგორც შიდა ხარისხის კონტროლი, როგორც ჩვენ ვაკეთებთ. მე ლაბორატორიაში სულ 3 ლაბორატორიაში ვაგზავნი პაციენტს. ყველა ლაბორატორიას ვერ ვენდობი, ხო? და ეხლა შესაბამისად ვიცი, რომ მათ ისინი აკეთებენ როგორც ხარისხის შიდა კონტროლს, ისე ხარისხის გარე კონტროლს. გარე კონტროლი ნიშნავს, რომ მიდის დაუშვათ ევროპულ ქვეყანაში და იქ მოწმდება ის გარე კონტროლი. და ასეთი, იმიტომ რომ შესაბამისად მე არ მიწევს პაციენტებთან, რთული პაციენტებთან შემთხვევაში რაღაცა უზუსტობის შემთხვევა შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს. ამიტომ ვენდობი მხოლოდ ამ ლაბორატორიას. ეხლა მე რო ისევ დამიბრუნდეს ჩემი განწყობა ამ კონკრეტულ კომპანიაზე, ხა აღარ დავასახელებ, რა ვიცი, ხა ის კომპანიისთვისაც ზოგადად ცუდია, უნდა მან დაგვაჯეროს ჩვენ, რომ პედიატრები, მე მგონი როგორც ვიცი, იქ რაღაც აწერია კიდეც ემბლემა, რეკომენდებულია რაღაც პედიატრთა ორგანიზაციის მიერ, აღარ მახსოვს, შეიძლება ეწეროს კიდეც. ამიტომ ნება იბოძონ და ისევ დაგორწმუნონ ჩვენ, რომ ჩვენ ბავშვებს, მე პირველ რიგში მე რაც ჩემ შულს არ შევთავაზებ, იმას სხვას ვერ დაუნიშნავ, ხო? მე ამიტომ უნდა დაგვარწმუნოს იმაში, რომ ჩვენ მე შეიძლება მივიღო რაღაცა საკვები, მაგრამ მე ჩემ პაციენტს და ჩემ შულს ცუდ საკვებს ვერ შევთავაზებ, ხო? რა თქმა უნდა. ამიტომ უნდა დაგვარწმუნონ ამაში, თუ იქნება, რა თქმა უნდა, რძე არის ყველაზე იაფი, ყველაზე აუცილებელი საკვები ბავშვისთვის. შესაბამისად, რძის პროდუქტები მთელი მომხმარების ბავშვთა კვების არის დაახლოებით ნებისმიერ ასაკში, ხო? დაახლოებით ადრეული ასაკის ბავშვი 5 წლამდე ეს არის დაახლოებით 70-80%. ამიტომ ნება იბოძონ და ამ კომპანიამ კიდევ ერთხელ გააკეთოს როგორც ხარისხის შიდა, ისე გარე კონტროლი ხშირად. ხშირად, აი, სწორედ ეს კითხვა მინდოდა ბატონ თემურ დამესვა, ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ხშირად მოწმდებოდეს არა მარტო რძე და რძის პროდუქტები, არამედ თითქმის ყველანაირი ტიპის საკვები, რასაც ჩვენ ბავშვებს თავაზობთ. რომ შემდეგ აღარ მოხდეს ასეთი ტიპის დარღვევები და გარღვევები სხვადასხვა კომპანიებში. ეს იქნება ძალიან კარგი დასაწყისი თუნდაც. რა თქმა უნდა შემოწმდეს უშუალოდ საქართველოს, აი დაუშვათ ვეტერინარი, ყველა ამ რძის წარმოებულ კომპანიებს იგივე იქნება მეცხოველების ფერმები თუ რაღაცა რამოდენიმე ვეტერინარი ყავს და მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სკოლა გქონდა ყოფილ საბჭოთა კავშირში ვეტერინარიის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხალხი მუშაობს, ეხა ისინი არც აყოლიან და მე ვთვლი, რომ მათთვის ეს ეხა ახალი არ არის და ისეთი რაღაცა ხშირად ხდება. ხო? შესაბამისად, ოღონდ ისინი ეგრევე ამ პროდუქციას იღებენ. ხშირად ხდება ეს მოწამვლის შემცველობის არა, რა თქმა უნდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ მოწმდება. რო არ მოწმდებოდეს, მაშინ ვერც გავიგებდით ახლა, ხო? ამ კონკრეტულ ნივთიერებაში აღმოჩნდა დაუშვათ აფლაყბა დაღებული, ეგრეთ წოდებული აფლატოქსინი და აფლატოქსინი სულ იქნება და 100 წლის წინაც იყო და 100 წლის შემდეგაც იქნება რძეში, იმიტომ რომ ძროხა მოიხმარს იმ საკვებ ნივთიერებებს, რომელიც შეიძლება იყოს მეტნაკლებად დაობებული ან არ დაობებული. ხო, ამას ვერავინ ვერ განსაზღვრავს, იგივე თივა, როდესაც ჩვენ გვასწავლდნენ იყო ეგეთი ტერმინი, ხო, კარგი თივა. რა ეხლა თივას ვერავინ ვერ გამოუაშრობს ლუვრის პირობებში, ხო? ამიტომ იქ შეიძლება მეტნაკლებად გაიპაროს ობისოკო. ობისოკო და შესაბამისად მიიღოს საკვებად ამ განსაკუთრებულ ზამთრის პერიოდში ცხოველმა, ხო? ეს ახლა არ არის ახალი, გარდა მაგისა სხვა კომპონენტებზეც მოწმდება, მათ შორის ანტიბიოტიკებზე, ახლა საუბარია ანტიბიოტიკებზე. ანტიბიოტიკი საიდან შეიძლება მოხდეს? უშუალოდ ძროხა არის ცხოველი, რომელსაც ჭირდება მკურნალობა ზოგიერთი და ყველა ხო მეორე დღესვე ხო არ მოხდება მისი დაკულა, დაუშვათ დაავადების. იმიტომ არის რომ სწორედ ჯერ გამოარჯამთელებენ და ხშირად ის მეხორცულად იქნება თუ სარძევად გამოდგება, იმის მიხედვით ახარისხებენ. თუ სარძევად გამოდგება, ისევ გააგრძელებს მოწოლას, თუ არა და უკვე მეხორცულად არის და რაღაც გარკვეულ პერიოდის შემდეგ მოხდება მისი რეალიზაცია, ხო?
ოღონდ ეს ძროხა რომ გამოჯამრთელდეს, მას სჭირდება ანტიბიოტიკი, ის ანტიბიოტიკი, რომელსაც ჩვენც მოვიხმართ, ხო? იგივე მეც ვნიშნავ, ხა დღეს ერთი 10 ბავშვთან დავნიშნე ანტიბიოტიკი, იმიტომ რომ არ დავინიშნო, შეიძლება ისე დართულდეს, რომ უმძიმეს პათოლოგიასთან მქონდეს საქმე, ხო? ამიტომ სწორედ ეს არის, რომ როდესაც რძეშიც მოწმდება ანტიბიოტიკის შემცველობაც. თუ ანტიბიოტიკის შემცველობა არის დასაშვებ ზღვარზე მეტი, რა თქმა უნდა, ეს უნდა მოხდეს დროულად ამოღება წარმოებიდან. ამიტომ ეს უნდა განსვა, საიდან ხდება, კიდე, იმიტომ რომ ძროხებს ცრიან, ხო, სხვადასხვა დაავადებებზე, მათ შორის როგორც არის ციმბირის წყლული, დაუშვათ თურქული, ბრუცელოზი და ასე შემდეგ. ნებისმიერი ვაქცინა მზადდება ანტიბიოტიკზე, ხო? იქ მცირე დოზით ყოველთვის იქნება ანტიბიოტიკიც. და ანტიბიოტიკზე რო არ დამზადო ვაქცინა, მაშინ საერთოდ არ იარსებობს ეგეთი ვაქცინები, ვერ სიცოცხლისუნარიანი არ იქნება, ხო? ამიტომ ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, რომელიც მუდმივად იყო ამ ქვეყანაში და მუდმივად იქნება მარტო აქ არა, ნებისმიერ მაღალგანვითარებად ქვეყნებში. კი ბატონო, და განვაგრძოთ ბავშვთა კვებაზე საუბარი. 6 თვიდან 1 წლამდე რა უნდა შევთავაზოთ ჩვენს პატარას? გასაგებია ხორცი, ბოსტნეულის პიურე, თევზი, რომელი თვიდან უნდა შევთავაზოთ, მაგალითად ლობიო და ასე რომ მივყვეთ თუ შეიძლება, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი გვისმენს, რომელსაც აინტერესებს თქვენი რჩევები. კი ბატონო, ჩვენ ესე იგი დამატებით კვებას ვიწყებთ, როგორც გითხარით 6 თვის ასაკიდან, მაგრამ იმ შემთხვევაში, როცა არის ხელოვნურ საკვებზე ბავშვი, დამატებით კვება შეიძლება 4 თვის ასაკიდან დავიწყოთ, ხოლო დავუშვათ ფაფის ან ბოსტნეულის პიურეს ჩართვით და მთავარი, რაც არის, თუ არის ბუნებრივ კვებაზე ბავშვი, ჩვენ ვამატებთ D ვიტამინს და ვამატებთ რკინის პრეპარატს 5 თვის ასაკიდან, რკინის დეფიციტური ანემიის საპროფილაქტიკოდ ან რაკიტის საპროფილაქტიკოდ D ვიტამინს. იმ შემთხვევაში, როცა არის ხელოვნურ კვებაზე ბავშვი, ეს კიდევ მინდა ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო. და საკვებ პროდუქტს, ხელოვნურ პროდუქტს, მათ შორის იქნება რძე, ფაფა თუ ასე შემდეგ, იღებს დღეში 900 მილლილიტრზე მეტს, მას არც D ვიტამინის დამატება ჭირდება და არც რკინის პრეპარატის დამატება, რაც საკმაოდ ხშირად ხდება საქართველოში და ეს D ჰიპერვიტამინოზიც მაღალი რისკის განვითარება და D ჰიპერვიტამინოზ ჯობია ისევ D ვიტამინის ნაკლებობა. ეს პედიატრმა, ყველა პედიატრმა პრაქტიკულად ყველამ კარგად იცის, იცოდა 50 წლის წინაც და იცის ეს არანაირი ახალი არ არის და ეს D ვიტამინის მოდაში შემოვიდა ამ ბოლოს პერიოდში, D ვიტამინის განსაზღვრა, D ვიტამინის მერე რაღაც გარკვეული დოზებით ჩართვა და ასე შემდეგ. რაც შეეხება, როდეს ვიწყებთ 6 თვის ასაკიდან ძუძუთი კვების მქონე ბავშვებში იწყება ბოსტნეულის პიურეზ და ხორცით, სწორედ ხორცი რატო ემატება, რომ მას არ განუვითარდეს რკინადეფიციტური ანემია. თუმცა ჩვენ მანამდე 5 თვის ასაკიდან ვიწყებთ რკინის პრეპარატს კილოგრამის წონაზე გათვლილის მიმართულებით. შემდეგ ვამატებთ ფაფას, ბოსტნეულის პიურეს სხვადასხვა ინგრედიენტებით არის, ვცდილობთ რაღაც უკვე მაწონი დავამატოთ დაახლოებით 10-11 თვის ასაკიდან, ვამატებთ ხაჭოს 10-11 თვის ასაკიდან, რატო უფრო გვიანი, იმიტომ რომ ცილა უფრო მეტია მაწონში და შესაბამისად რომ მაქსიმალურად თავიდან ავიცილოთ ცირკმლის დატვირთვა. ძალიან ბევრი მშობელი ბოდიშდრომ გაწყვეტინებთ მაწონში ამატებს შაქარს. რამდენად რეკომენდირებულია? რა თქმა უნდა, არ არის რეკომენდებული, შაქარი საერთოდ არ უნდა ისევე როგორც მარილი არ უნდა დაემატოს, მარილიც უბრალოდ შემდეგ 1 წლის ასაკიდან მცირე ულუფებით, რა თქმა უნდა, იოდიზირებულ მარილს ჩვენ ვამატებთ, მაგრამ რაც შეეხება შაქარს, ჯობია რომ საერთოდ არ დავამატოთ, არც მაწონში, გასაგებია ქართულ ეთნიკურ ავთენტურ მაწონს აქვს სწორედ ესეთი მომჟავო გემო, იქ არსებული თავის პრობიოტიკები და სწორედ ეს პრობიოტიკები და მომჟავო გემო ხელს უწყობს ნაწლავთა ნორმალურ ფუნქციონირებას. ანუ შესაბამისად ამ პაციენტს არ განუვითარდება ყაბზობა, არ ექნება მეტეორიზმი და ასე შემდეგ. თუ ჩვენ ხელოვნურად შაქარს დავამატებთ, პირიქით მივიღებთ მეტეორიზმს, ზოგ შემთხვევაში მივიღებთ უკვე 21 საუკუნის ცივილიზაციის დაავადებებს, როგორც არის სიმსუქნე, როგორც არის ჭარბიწონა, შაქრიანი დიაბეტის შემდეგ მაღალი რისკი ეპიგენეტიკურად და ასე შემდეგ. ამიტომ ესეთი მავნე მინარევები თავიდან უნდა ავაცილოთ. იმ საჭირო შაქარს ის მაწონი თავიდანვე თუ არ მივაჩვევთ, შესაბამისად ბავშვი აღარ მოითხოვს. რა თქმა უნდა. თავიდან თუ ჩვენ გასაგებია რომ მშობელს უნდა რომ მაწონს არ აქვს ისეთი ორგანოლეპტიკური თვისება, ხო? შედარებით მომჟავოა, თავიდან ცუდად იღებს, მაგრამ თუ 3-4 ჯერ მივცემთ და შევთავაზებთ ბავშვს, თავიდან ის უკვე ნელ-ნელა მიეჩვევა, მაგრამ თავიდანვე თუ ტკბილს შევთავაზებთ, ის არასოდეს აღარ შეჭამს იმ ბუნებრივ მაწონს და ჩვენ გვაქვს უნიკალურია მაწონი ქართული ბავშვებისთვის და სწორედ ამიტომ ამ კომპანიებმა ხელი უნდა შეუწყონ მის პოპულარიზაციას, მაქსიმალურად უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ ეს მაწონი იყოს აბსოლუტურად უსაფრთხო და უსაფრთხოდ დავნიშნო მე ეს მაწონი ბავშვებისთვის, იმიტომ რომ ამაზე უნიკალური საკვები ქართველი ბავშვებისთვის არ არის.
რა თქმა უნდა, გეთანხმებით, იმიტომ რომ ჩვენც ველოდებით მშობლები პედიატრების რჩევებს, როდის გვირჩევენ, რომ გადავიდეთ რძეზე, მაწონზე და იოგურტებზე და ასე შემდეგ. ბატონ თემურ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია 1 წლიდან ბავშვის კვება, როგორ უნდა შევარჩიოთ პატარების საკვები ისე რომ ასე რომ ვთქვათ, მათაც მოეწონოთ და როგორ უნდა ჩავრთოთ წვნიანები, იმიტომ რომ ალბათ თქვენთან უფრო ხშირი შემთხვევა სამედიცინო ინტერაქტივში ხშირად რეკავენ ხოლმე ადამიანები ექიმებთან და ეკითხებიან რომ ჩემ შვილს არ უყვარს წვნიანი და როგორ შეიძლება რომ შევაყვაროთ. აი მეც ეს კითხვა მაქვს თქვენთან, როგორ შეიძლება რომ ბავშვს 1 წლიდან და შემდეგაც მოზრდილობის ასაკშიც როგორ შეიძლება რა უნდა შევთავაზოთ? აი ხა წვნიანს რაც შეეხება, ხო, ეს ყვადაღებული წვნიანი. რა არის წვნიანი? წყალი და ბოსტნეული, ხო? კი. თუ ბოსტნეულს ცოცხლად შევთავაზებ და წყალს დავალევინებ, ხო იგივე გამოდის უფრო უნიკალური. იმიტომ რომ მოხარშული ბოსტნეული მეტნაკლებად უთხმოდ ძირითად პროცენტ შემთხვევაში არის დარჩება მხოლოდ ღეროვანა და იქ არსებული უჯრედის დანარჩენს კარგავს. მინერალები, ის არსებული მიკრო და ვიტამინები, B ჯგუფის ვიტამინებია ძირითად მცენარეში და ამიტომ გვიწევს ხო ჩვენ ვამატებთ როგორც წყალში ხსნად ვიტამინებს, წყალში ხსნადი ვიტამინი არის ძირითადად B ჯგუფის ვიტამინები და ცხიმში ხსნადი ვიტამინები. ცხიმში ხსნადი ვიტამინები არის უფრო მეტად ცხოველურ საკვებში, როგორც არის A, D, E, K ვიტამინი. აქ და C და B ჯგუფის ვიტამინები არის წყალში ხსნადი. ამიტომ წყალში ხსნადი და ცხიმში ხსნადი ვიტამინები ბალანსირებულად უნდა მივაწოდოთ ბავშვებს, ხო? ამიტომ თუ არ იღებს ახლა ეს განსაკუთრებულ რაღაც არ არის დაკავშირებული, რომ წვნიანი ჩვენ გვეხმარება მეტნაკლებად ყაბზობის პროფილაქტიკაში, ხო? ოღონდ წვნიანიც ნახარში არ უნდა იყოს ხორცის ნახარში პირიქით შეიძლება შებეროს ბავშვი, ხო? ამიტომ და საერთოდ რომელი წლიდან შეგვიძლია ხორცის ნახარში ხორცის ნახარში მე საერთოდ არ ვrჩევ პაციენტს, საერთოდ არ არის სასურველი ხორცის ნახარშის დამატება. ხორცის ნახარშის დამატება მეტნაკლებად იწყვეს მეტეორიზმს, იქ არსებული სწორედ ეს შლაკები პირიქით შეიძლება დარჩეს, ამიტომ ბავშვთა კვებაში პრაქტიკულად ვერ იდებით ჩვენ. ამ ხორცის ნახარში კაია ნაბახუსებზე მოზრდილი ადამიანისთვის არის ქართული საკმაოდ ისეთი კარგი კერძების სახელებიც ქვია, ეხლა არ დავასახელებ, შეუძლია ნაბახუსებზე მიიღოს ადამიანმა. ბავშვს კი ბატონო, რა თქმა უნდა, რამდენჯერმე უნდა გადავაღვაროთ ეს ხორცი, თუ როცა რამდენჯერმე გადაღვრი გემოვნო ორგანოლეპტიკურ თვისებებსაც კარგავს. აი ნაბახუსებზე რომ მიირთმევ რაღაც ქართულ კერძს, იმას არ აქვს დაკარგული, იმიტომ რომ იქ არ არის გადაღვრილი იმდენჯერ, ერთხელ გადაღვრილი. ამიტომ ბავშვებში პირიქით შეიძლება მეტეორიზმი გამოიწვიოს, შებეროს და ამიტომ მაქსიმალურად მე ადრეული ასაკის ბავშვებში საერთოდ ხორცის ნახარს ვერ იდები. ხორცი უნდა მოვხარშოთ ცალკე, თითქმის ყოველდღე უნდა იყოს რაციონში, უნდა შევთავაზოთ რძის პროდუქტები, ყველი, ხაჭო, მაწონი, იოგურტი მაინც უფრო ევროპულია და უცხოელია ჩვენთვის ყველაზე არის ახლოს მისაღები არის მაწონში ჩვენ შეგვიძლია სხვადასხვა ხილით მოვათავსოთ და დაახლოებით 3-4 წლის ასაკის ბავშვებში თუ არ აქვს კონკრეტულ ნივთიერებაზე რაღაცა ალერგია. მაწონი დაუშვათ მარწყვით, მაწონი დაუშვათ ქლიავით, მაწონი ბატმით და ასე შემდეგ, ხო? აი ესე თუ შევთავაზებ და თუ მთავარი რა არის, რომ ბავშვი საკმაოდ არ იღებს, ხო? არ იღებს საკმაოდ ხშირად საკვებს. ამიტომ თუ მასაც მივაღებინებთ მონაწილეობას საკვების მომზადებაში, ლამაზად გავუფორმებთ, მერწმუნეთ, რომ 3-4 შეთავაზების დროს აუცილებლად ამ საკვებ პროდუქტს ეს ბავშვი მიიღებს. ამიტომ თავარი ჩვენი მიზანი რა უნდა იყოს, რომ მაქსიმალურად უსაფრთხო საკვები ეს იქნება ხორცის პროდუქტი, ეს იქნება რძის პროდუქტი, ეს იქნება დამატებითი კვება და ჩვენ საიდან უნდა გავიგოთ ახლა ჩვენ ამიტომ უნდა ვენდოთ იმ ქვეყნის კონკრეტულ მარეგულირებელს, სადაც ცხოვრობ. თუ უნდობლობა გამოვაცხადეთ, მაშინ ვიქნებით ჩივრები ყველა, ხო? აქედან გამომდინარე. მე რატო უნდა ვიცოდე ახლა აფლატოქსინი იქნება თუ დაუშვათ ტეტრაციკლინი იქნება რძეში ან მაწონში, საერთოდ არ უნდა მე ვკითხულობ ანოტაციას, მე ვკითხულობ ამ კვებით ღირებულებას, რა კალორიები აქვს, რა მიკრო და მაკრონუტრიენტებს შეიცავს ეს კონკრეტული საკვები ნივთიერება, რა ოსმოლარობა აქვს, რა ოსმოლარობა რას ნიშნავს, რომ მაღალი ოსმოლარული საკვები ადრეული ასაკის ბავშვებში ტვირთავს ცირკმელს, ამიტომ უნდა გამოიყენოთ პირიქით დაბარო ოსმოლარული საკვები და ყველას აწერია მაწონსაც, ხაჭოსაც და ასე შემდეგ. მე ამის მიხედვით ვნიშნავ ამ საკვებ პროდუქტებს და მე რატო უნდა ვიფიქრო, ეხლა ეს დაბრძურებულია სალმონელით, დაუშვათ ანტიბიოტიკით თუ რამდენი შემთხვევა იყო, ხო, სხვადასხვა ბავშვთა კვების პროდუქტებში, როდესაც სალმონელები გაიპარა ევროპულ ქვეყნებში.
ნებისმიერ საფრანგეთში, ჰოლანდიაში რა მილიონობით კვერცხი ამოიღეს რძის პროდუქტები გერმანიაში. ამიტომაც არის რომ უკვე ევროპულსაც ვეღარ ვენდობით და თავს ვიკავებთ და ისევ და ისევ ქართულს ველოდებით რომ რაღაც გამოსწორდეს ან ალტერნატივა შემოგთავაზონ პედიატრს. მე რა შეხებაც მქონდა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვეტერინარიული სამსახური იყო საკმაოდ ძლიერი საქართველოში, ჯერ კიდევ მე როდესაც ვსწავლობდი და მე ვიმედოვნებ რომ ეს ხალხი ისევ არიან და ისევ თავის კეთილსინდისიერ საქმიანობას, იმიტომ რომ არ არსებობს ადამიანი, როცა კვებას ეხება, აი როგორ უნდა წარმოვიდგინო, რომ რაც გინდა მოგება მქონდეს, რომ ჩემ შულს ან სხვის შულს მივცე მავნე საკვებ პროდუქტი. ეს ხო არ ამგონია ესეთი რაღაცა ხდებოდეს. ეს კრიმინალიც არ არის, კრიმინალზე უარესია, ხო? როდესაც რაღაცას გამორჩენის და დაზოგვის გამო ცდილობ რომ რაღაც საკვები გაფუჭო ან რაღაც იმის გამო რაღაც ფინანსური მოგება ქონდეს შენ შვილებს, შენ მოსახლეობას შეთავაზო. ეს არის არ ვიცი რა ქვია ამას. კრიმინალზე უარესია კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ამიტომ მე ვიცი რომ ეს მოწმდება. მუდმივად უნდა შემოწმდეს, კიდევ ერთხელ ეხა უფრო გაორმაგებულად უნდა შემოწმდეს, თუ იქნება ესეთი უხარისხო საკვები, რა თქმა უნდა, დროული რეაგირება და დროული ამოღება. და არა ისე, რომ დაუშვათ ერთი თვე იდოს იგივე საკვები პროდუქტი სხვადასხვა დახლებს. მე როგორც ვიცი ამოიღეს. ბატონთებო, მაინტერესებს თქვენ საუბრობდით წვნიანების მომზადებაზე და არ შემიძლია რომ არ გითხოთ. აი, მაგალითად შემწვარი როდის უნდა შევთავაზოთ ბავშვს და ორთქლზე უნდა მოუხარშოთ თუ ჩვეულებრივ დუღილისას ბოსტნეული ან მაგალითად როგორ უნდა შევწვათ ცხიმის გარეშე თუ შემდეგ უნდა დავამატოთ ზეითუნის ზეთი და კვერცხით რომელი თვიდან შეგვიძლია რომ შევთავაზოთ. კვერცხით და შეგვიძლია დაახლოებით 8-9 თვიდან შევთავაზოთ კვერცხის გულის სახით, რა თქმა უნდა, ცილაც და შეწვას რაც შეეხება. რა თქმა უნდა, შეწვის შედეგად გემოვნური თვისებები უფრო იზრდება და მოწონთ ბავშვებს. ამიტომ მე ყოველთვის ვთავაზობთ, რომ ნებისმიერი საკვები პროდუქტი შეწვან გრილზე. ხო, ეს იქნება ოჯახში არსებული გრილი თუ რაღაც ბუნებრივ პირობებში არსებული რაღაცა იგივე ვაზის წალამი გვიყვარს ხო ყველას თუ ვაზის წალამზე შემწვარი რაღაცა კონკრეტულ, მაგრამ აქაც ეხა თუ წავალთ კანცეროგენებზე, იქაც არსებობს პიროგენები ისეთი, რომელიც არის კანცერი. ეხა ჩვენ თუ ესე ვზდიეთ ყველაფერი კანცეროგენი შეიძლება იყოს, ხო? ამიტომ შემწვარი რა თქმა უნდა შევთავაზოთ, ოღონდ რაღაც გარკვეულ შეზღუდული რაოდენობით და დაუშვათ კვირაში ერთხელ, ხო? შესაბამისად, ოღონდ სასურველია სწორად იყოს მომზადებული გრილზე ცხიმის სახით მაინც ურჩევთ რომ აი რაც შეეხება ზეთს მე ყოველთვის ურჩევ რომ ბოლოს გამოიყენონ ან საერთოდ შეწვან დაუშვათ და ბოლოს მოასხან ზეთი ზეითუნის ზეთი იქნება თუ სიმინდის ზეთი მაგრამ რაც შეეხება შესაძლოა უფრო სასურველია ბავშვებში კარაქი გამოვიყენოთ კარაქიში შემწვარი პროდუქტი ოღონდ ეს პროდუქტიც უნდა იყოს ჯერ კიდევ ერთხელ სწორად დამუშავებული თერმულად და შემდეგ უკვე აი მომწვას რო დაიწყებს აი მაგ დროს დავამატოთ დაუშვათ ცხიმი ან ცხიმის რაოდენობა მაქსიმალურად იყოს შემცირებული და ცხიმის სახით გამოვიყენოთ ძირითადად კარაქი და ზეთიც არის როგორც მოგეხსენებათ პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების წყარო, რაც აუცილებელია ტვინის განვითარებისათვის და ჩვენ საკმაოდ ხშირად ვამატებთ ხოლმე ხო სხვადასხვა ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებს, რომელიც შეიცავს დაუშვათ ომეგა-3-ის სახით და ასე შემდეგ და ომეგა-3-ის მიღებას ტაბლეტირებულ ფორმაში ჯობია თვის განმავლობაში ერთი თევზის შევთავაზოთ ბავშვს. კითხვა მოიწერეს მედია კავშირი ობიექტივის გვერდზე ხიზილალასთან დაკავშირებით ძალიან უყვარსო ჩემშულს და თუ შეიძლება რომ ასე დიდი რაოდენობით ჭამს. კი, დიდი რაოდენობით არ უნდა მიცეთ ხიზილალა, რა თქმა უნდა, ხიზილალა რა არის? მარილი, დიდი რაოდენობით მარილი და ის დელიკატესი დაუშვათ დელიკატესია, ამიტომ სასურველი ხიზილალა საკმაოდ ზვირად ღირებული პროდუქტია, რასაც ქვია დაუშვათ წითელი ხიზილალა, უფრო და შავი ხიზილალა, ხო? რაღაცა $1000-ზე მეტი ღირს მე როგორც ვიცი, 1 კილოგრამი, ხო? თუმცა არ ამგონია ჩვენს ქვეყანაში აი ასე ყიდულობდეს ადამიანი ამ ფასში, ალბათ დაბალფასიან ხიზილალაზე საუბრობს. ხო, ამიტომ თუ შევთავაზებთ ბავშვს, უნდა ვიყიდოთ მაღალ ფასიანი ხიზილალა. ხიზილალა გონია მაინც ასოცირებულია, რომ ხიზილალით რაღაცას ვაკლებთ ჩვენ ბავშვებს და მერწმუნეთ 1 კილო თევზში უფრო მეტი საჭირო ნივთიერება ბავშვისთვის, ვიდრე დაუშვათ 20 გრამ ხიზილალაში, ხო? ამიტომ აქედან გამომდინარე თევზით უფრო სწორ პროდუქტს, სწორ და საჭირო მაკრო და მიკრონუტრიენტებს ვიცმევთ, ვიდრე დაუშვათ 20 გრამიანი ხიზილალით. კი ბატონო, ხიზილალა შესაძლებელია, ოღონდ თვეში დაახლოებით ერთხელ ან ორჯერ.
სიმინდის ზეთსაც მოიწერეს ბატონ თემო, რომელი წლიდან შეგვიძლია გამოვიყენოთ სიმინდის ზეთი ბავშვებში? ეხლა რაც შეეხება ზეთს მე ვიყენებ დაუშვათ, აი როდესაც არის ყაბზობის პრობლემა, ეგეთი რეკომენდაციაც არის, ხო, როდესაც სხვადასხვა ფორმულებში, ხელოვნური ფორმულები ეს და მათ შორის დედის ძეში არ ვამატებთ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, უფრო დედის ძით ყოფი ბავშვები და ძუძუს ძეზე მყოფი ბავშვები არიან უფრო ნაკლებად მიდრეკილი ყაბზობისკენ, მაშინ როდესაც ხელოვნურ საკვებს ვიწყებთ, ხელოვნური საკვები არის მაღალი რისკი ყაბზობის. და მე 2-3 თვის ასაკის ბავშვებს 1 მილილიტრ 100 გრამ ხელოვნურ საკვებშიც კი ვუმატებ ზეითუნის ზეთს ან სიმინდის ზეთს. მაგას არა აქვს რა თქმა უნდა შეზღუდვა და ნებისმიერ ასაკში შეიძლება მისი გამოყენება. ასევე შემოვიდა კითხვა კოლიკებთან დაკავშირებით, ჩაბერილობა აწუხებსა და არაფერი წამალი არ შველის ბავშვსო, ყავს ხელოვნურ კვებაზეო. აი თქვითონ პასუხი, რომ კოლიკას არაფერი წამალი არ უშველის. და არ ჩველოდა და არც უშველის. აქამდე წამლები არ იყო საერთოდ. თორსები რაღაც 3-4 თვე არის კრიტიკული პერიოდი ამ დროს. ხო, 3-4 თვე და თუ წამალს არ მივცემთ საერთოდ და ანტიკოლიკურ წამლებს საერთოდ არ ვიხმართ, იმისათვის რომ მორჩეს 2 თვეში ბავშვი, ნაცვლად მორჩება 1 წლის განმავლობაში. ამიტომ ასეთი რეკომენდაცია არ არსებობს, საკვები მოუმზადეთ სწორად, გამოიყენეთ ისეთი საწოვარა, რომელიც ბევრი ჰაერი არ იქნება შიგნით და შესაბამისად ბავშვს არ განუვითარდება და კოლიკა როგორც მოგეხსენებათ, ფუნქციური დარღვევა, ისე როგორც ბავშვთა ასაკის კოლიკა, ყაბზობა, რეგურგიტაცია, გასტროეზოფაგალური რეფლუქსი, ეს არის ისეთი პრობლემები, რომელიც პრაქტიკულად 70-80% ბავშვებს აღინიშნება და ეს არის ფუნქციური დარღვევა, ეს არ არის ორგანული დარღვევა და შესაბამისად როგორც ნებისმიერ ფუნქციურ დარღვევას, მას მედიკამენტოზური ჩარევა არ ჭირდება. დღეში რამდენჯერ უნდა იკვებოს 1 წლიდან 3 წლამდე პატარამ და 3-დან 6 წლამდე? 1 წლიდან 3 წლამდე ბავშვმა უნდა იკვებოს დაახლოებით 4-5 ჯერ, 3-დან 6-მდე 4 ჯერ და დასაშვებია რომ ნებისმიერი ადამიანი დაახლოებით 4 ჯერ მაინც იკვებებოდეს. 3 ან 4 ჯერ, როგორც არის, სადილი, სამხარი, საუზმე, სადილი, სამხარი, ვახშამი. ეს არის ყოს დასული ადამიანის ნორმა და ბავშვებშიც იგივეა დაახლოებით უბრალოდ 1-დან 3 წლამდე ემატება 1 დამატებითი კვება. წახემსება ქვია მაგ კვებას. გასაგებია. ახლა მაინტერესებს რომ გადავიდეთ რამდენად შენელდა რესპირაციული ვირუსები და გრიპები ჩვენს ქვეყანაში ბატონ თემურ. სხვასთვის უნდა ვკითხო სტატისტიკა თუ არა თქვენ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პაციენტი ყავთ დღის განმავლობაში. კი ბატონო, თუ იყო ჩვენ ამ სტატისტიკურ მონაცემებს გვაწვდის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, თუ იყო მომართვა დაუშვათ გრიპის გავრცელება დაახლოებით 70% სხვადასხვა ვირუსებთან შედარებით, ეხლა გრიპის გავრცელების რაოდენობა 40% ჩამოწდა, ანუ სხვა ვირუსებთან შედარებით. და ესეც უნდა იყოს, ანუ ჩვენი ზომიერი კლიმატის ტიპის ქვეყნებში დაახლოებით მე-20 კვირიდან, ანუ აპრილის ბოლოდან ეს გავრცელება პრაქტიკულად და აღარც იქნება და ერთეული შემთხვევები იქნება გრიპისა და აღარც დაიწყება უკვე მისი იდენტიფიცირება მეტნაკლებად, როგორც ხდებოდა იდენტიფიცირება. შესაბამისად ეს სეზონი მე ვთვლი, რომ განსაკუთრებული გართულების გარეშე გადავიტანეთ. თუმცა ძალიან ბევრი ვირუსები იყო. ძალიან ბევრი ვირუსები იყო, გრიპის ვირუსები იყო, ძირითადად B გრიპის ტიპის ვირუსი იყო, მიმდინარეობდა მწვავეთ, ფილტვების ანთებითაც იყო პნევმონიის რამოდენიმე მე ყოველ დღე მქონდა დაახლოებით 10-12 შემთხვევა პნევმონიის. ხო, თუმცა ეს პნევმონია დროული აქ იყო ძირითადად აღმოჩნდა, რომ ბავშვებში მაინც არის და როგორც ცნობილია, ვირუსული ეტიოლოგიის პნევმონია და სწორედ რაციონალურად უნდა გამოვიყენოთ ანტიბიოტიკოთერაპია და პნევმონიის შემთხვევაში უნდა დავნიშნოთ ანტიბიოტიკოთერაპია, მაქსიმალურად თავიდან ავიცილოთ ჩვენ ანტიბიოტიკო რეზისტენტობა და ანტიბიოტიკო რეზისტენტობის მიზეზები რა არის? 3 ძირითადი მიზეზი. ეს არის არარაციონალური ანტიბიოტიკოთერაპია, ჩვენს მიერ დანიშნული, შემდეგ თვით მკურნალობა, როდესაც პაციენტები მიდიან და ამ ქვეყანაში ბოლოს ვერ მოხდა რეცეპტურით ანტიბიოტიკების გაცემა და ერთი პერიოდი იყო, მაგრამ შემდეგ რაღაც ვერ გაამართლა ამ ერთი პერიოდი იყო, იმიტომ რომ როგორც კი მიდიოდით, რაღაც ერთი კვირა იმუშავა, ერთი კვირის მერე ამ ფარმაცევტულმა კომპანიებმა აფთიაქში დასვეს ექიმი და იმას შეეძლო გამოეწერა უკვე რეცეპტი და ის იღებდა და შესაბამისად მოიშალა, იმიტომ რომ წამლის გაყიდვა შემცირდა და პირიქით ზოგ შემთხვევაში მაღალი ხარისხის ანტიბიოტიკოს ვეღარ ნიშნავდი, იმიტომ რომ წარმოებლებს აღარ მოქონდათ და ინიშნებოდა რაღაც გაურკვეველი წარმომავლობის პრეპარატები. რა თქმა უნდა, ეს უნდა რეგულირდებოდეს, მაგრამ ამ რეგულირებას ჭირდება ალბათ რაღაცა სხვა ჩარევები, არ ვიცი. კი, თქვენ ხისტი ჩარევა არ იქნება, რეგულირება არ იქნება. გეთანხმებით, თქვენ ჩამონათვალი გააკეთეთ და მე მინდა გკითხოთ თვით მკურნალობაზე,
ძველ რეცეპტებზე. აი მაგალითად X ექიმთან ყავდა მშობელს შვილი 2 წლის წინ დაუნიშნა რაღაც ანტიბიოტიკი და იგივე მისცა სხვა შეიძლება სხვა ტიპის ვირუსი იყო ან გრიპი იყო სულ ხომ ჩვენ ხომ არ ვიცით ან მეზობლის ან ნათესავის ასე რომ ვთქვათ კარგად გამოაჯამრთალა მისი შვილი მისცა ანტიბიოტიკი როდის უნდა ჩამოყალიბდეს ბოლოს და ბოლოს ჩვენს ქვეყანაში კულტურა რომ ანტიბიოტიკის თვითნებურად დანიშნა არ შეიძლება არის მავნე და ამას უნდა ნიშნავდეს მხოლოდ და მხოლოდ ექიმი. და არა ფარმაცევტი, მე არავის წინააღმდეგი არ ვარ, არ მინდა ცუდად გამიგოს მაყურებელმა, თუმცა ფარმაცევტი ნამდვილად არ უნდა ურჩევდეს მცირეწლოვან ბავშვს ანტიბიოტიკს. რა თქმა უნდა და კეთილს მე მქონია შემთხვევები, როდესაც მაინც სწორედ მისულა ვიღაცის დანიშნულებით და ფარმაცევტს პირიქით არ მიუწია. ეხლა თვალთ ესეც ნუ შევხედოთ ფარმაცევტოს კეთილსინდისიერად არ გააკეთე. მე მქონია შემთხვევა აპტეკში ვიდექი, მიიტანა ვიღაცის დამონიშნა და ფარმაცევტმა პირიქით ამოუყო ანტიბიოტიკი და არ მგონია რომ ფარმაცევტის დანიშნულებით ხდებოდეს ანტიბიოტიკების შერჩევა. არ ვიცი, მე არ ჩემ პაციენტებთან და ზოგადად არ მქონია შემთხვევა. ეგ თუ ხდება არის მე ვფიქრობ მეორე კატასტროფა კიდევ. შემცვლელსაც ხშირად ხო, ეხლა იმიტომაც დაიკარგა მგრძნობელობები, ხო? თქვენ ნახეთ აზიტრომიცინი არის უკვე ქართულ პოპულაციაში აზიტრომიცინი მიღებულია როგორც ალბათ მარწყვლი უფრო ნაკლებად იყიდება ჩვენ ბაზარზე ვიდრე აზიტრომიცინი. აზიტრომიცინი არის ერთადერთი ანტიბიოტიკი, რომელსაც პრაქტიკულად გრძნობელობა დაკარგა მთელ მსოფლიოში, მარტო საქართველოში არა. არის 2-3 დაავადება, რომელთანაც ის უნდა დაინიშნოს მკაცრად და ამიტომაც დაკარგა და თქვენ შევძანით ახლა და ნახეთ რომ აზიტრომიცინი იმდენი იყიდება ამ ქვეყანაში, მე მგონი მთელ ევროპაში არ იყიდება ერთად. ხო, ამიტომ გრძნობელობა ჩვენ გვაქვს გაიდლაინები, ამ გაიდლაინებს უნდა მაღალი პროფესიონალების მიერ არის შექმნილი ეს გაიდლაინები, ამ თუ იქნება როგორც ექიმის მიერ დანიშნული და რა თქმა უნდა ექიმები იყენებენ გაიდლაინს, მაგრამ თვითმკურნალობა იქნება მაქსიმალურად შემცირებული, თვითმკურნალობა ძირითადად ანტიბიოტიკებზეა. საუბარი ან არის რა თქმა უნდა კარდიოლოგიური პრეპარატი დაუშვათ ან კარდიოლოგიური ან ქრონიკული პათოლოგიის მქონე პაციენტმა იცის რომ მთელი ცხოვრება უნდა მიიღოს, ხო? ეს არ შექმნის პრობლემას და შეიძლება ექიმთან არ მივიდეს 3 თვე, მაგრამ რა თქმა უნდა მივიდეს რომ რაღაც დოზის შერჩევა დაჭირდეს, ის პრობლემას არ შექმნის. პრობლემას ქმნის უშუალოდ ანტიბიოტიკოთერაპია. არარაციონალური ანტიბიოტიკოთერაპია, არარაციონალური ანტიბიოტიკოთერაპია არის რეზისტენტობა რა არის, რომ პრაქტიკულად შენ წამალს ვეღარ იყენებ, ფარმაცევტული კომპანიები ბოლო 30-40 წელი ახალი ანტიბიოტიკი არ შექმნილა და არ შექმნიან, იმიტომ რომ არ ხარჯავენ ამაზე ფულს, რამეთო როგორც კი შექმნიან, ერთ წელში ეგრევე რეზისტენტობა ვითარდება. ამიტომ მაქსიმალურად უნდა დავზოგოთ განსაკუთრებით ბავშვები ამ არარაციონალური ანტიბიოტიკოთერაპიისგან. რა უკუჩვენება აქვს ბატონ თემურ ხშირად და თვითნებურად დანიშნულ ანტიბიოტიკებს? პირველი ეს არის, აი რაც მოგახსენეთ ანტიბიოტიკორეზისტენტობა, როდესაც ჩვენ ვიყენებთ სუსტი, საშუალო სიძილეების და მძიმე ანტიბიოტიკი, აი ესეთი ტერმინები მარტო აქ არის ჩვენ ქვეყანაში გავრცელებული, ხო? სუსტი, არ არსებობს არც სუსტი, არც ძლიერი ანტიბიოტიკი. აქ მთავარი არის რა კონკრეტულ შემთხვევაში რა ანტიბიოტიკი უნდა დაინიშნოს, როდესაც მე მჭირდება ანტიბიოტიკის შერჩევა და ჩემი კომპეტენცია არ ყოფნის, მე აუცილებლად ვახდენ ზარს ინფექციონისტთან იქნება, დაუშვათ რეანიმატოლოგთან ან ვახდენ ამ პაციენტის დაუშვათ რეფერალს, აუცილებლად მასთან კონსულტაციაც უნდა მოხდეს არასასტარტო. ამბულატორიულ პირობებში არ უნდა დაინიშნოს საინექციო ანტიბიოტიკი. ამბულატორიულ პირობებში უნდა დაინიშნოს მხოლოდ პერორალურად მისაღები, ანუ დასალევი ანტიბიოტიკები და თქვენ აი წადით ახლა ნახეთ და ყოველ ზოგ შემთხვევაში 10 პაციენტიდან 2 მაინც იკეთებს სხვადასხვა ტიპის ანტიბიოტიკის ბინაზე. ეს არის ესეთი ანტიბიოტიკები უნდა დაუტოვოთ საინექციო ანტიბიოტიკები უშუალოდ კლინიკებს. შესაბამისად უკუჩვენება ეს1 ანტიბიოტიკის და მეორე ანტიბიოტიკ ასოცირებული დიარეა, რომლის მკურნალობა საკმაოდ უფრო რთულია ვიდრე იმ დაავადების მართვა, რაც შეიძლება რაც ჰქონდა ამ პაციენტს. და გარდა ამისა, ყველა წამალი არის ტოქსიური, ან არის ნეფროტოქსიური, ან არის ჰეპატოტოქსიური. აი ხა თქვენ წარმოიდგინეთ აფლატოქსინის, გავიძახით ყველა და წავედით და გავაკეთეთ ღვიძლის ფუნქციები, რაც კატეგორიულად დაუშვებელია და მე მინდა მოსახლეობას კიდევ ერთხელ უთხრა, რომ აფლატოქსინის შემოწმება იგივეა, როგორც ადამიანთან, იქ არის მის მიერ გამოწვეული დაუშვათ ღვიძლის ფუნქციები და ეს არის ანალიზები მხოლოდ ლაბორატორიებისთვის. ეს ანალიზები არ არის თქვენი შვილებისთვის და ლაბორატორიებისთვის კეთდება და არა თქვენი ბავშვებისთვის და ეხლა თქვენ ნებისმიერი ანტიბიოტიკი გავაკეთეთ, ხო? ღვიძლის ფუნქციები რო შეამოწმოთ, ყველა იქნება გაფრენილი. ისე არ იქნება აწეული, როგორც აფლატოქსინით მოწამვლის ქრონიკული ექსპოზიციისაცაც კი. ხო, ამიტომ მაქსიმალურად უნდა დავზოდოთ
უნდა დავნიშნოთ ისეთი საჭირო ანტიბიოტიკები, რომელიც შედარებით დამზოგველია ბავშვისთვის. იმიტომ რომ ყველა არის ნეფროტოქსიური, ზოგი ოტოტოქსიურია, ზოგი არის ჰეპატოტოქსიური, როცა ჰეპატოტოქსიური, ანუ გამოიყოფა ან ღვიძლის გზით, ან თირკმლის გზით, თო ანტიბიოტიკები. ის ანტიბიოტიკი, რომელიც დაუშვათ ცეფალოსპორინი, ღვიძლის გზით გამოიყენება, რო გადავამოწმოთ 3 კვირის მერე ეგრეთ წოდებული მოდაში შემოვიდა ეხა ბოლო 3 დღეა ღვიძლის ფუნქციებს დაძლევს მთელი საქართველოს. კი, იმიტომ რომ ინტერნეტ სივრცეში წერენ ადამიანები, რომ გადაიმოწმეთ ღვიძლის ფუნქციები აუცილებლად ALT. ხო, ALT ეხა ALT კაც მარიცის, არც იმან არ იცის ვინც ეუნება, რატო უნდა ALT რას ნიშნავს, რატო უნდა დიდი ალბათობით ესე მგონია, თუ რო იცოდეს არ ეტყოდა. აი ამას პირდაპირ გეუბნებ, თუ ამას ექიმი ეუნება, რომ ALT და AST გადაიმოწმე, მე ვთვლი, რომ იმ ექიმაც არ იცის რა არის ALT და AST და ამიტომ ჯობია კიდევ ერთხელ ჩემი რჩევა იქნება, კარგად ჩახედოს. თუ ექიმი ეუნება მაგას და თუ ეხა არაპროფესიონალი ეუნება, ამიტომ ექიმმა უნდა ურჩიოს, რომ არ გადაამოწმოს. და კიდევ ერთხელ გეუბნებით, ნებისმიერი ანტიბიოტიკის მიღების დროს, ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყოფა ღვიძლით, ყოველთვის შეიძლება მომატებული იყოს მცირე რაოდენობით ALT-ც, AST-ც, ALP-ც, JJ-ც, ბილირუბინს და ასე შემდეგ, ხო? იმიტომ რომ ასეთ პაციენტს ხა მარტო ALT-AST არ არის, იქ არის სხვა ფერმენტები, ეს არის ღვიძლის მიერ გამომუშავებელი ფერმენტი, რომელიც უნდა გამომუშავდეს და პირიქით აუტოლიზურად არ უნდა დააზიანოს პირიქით ჰეპატოციტი, ამიტომ ეს დასაშვებია, ზომიერი მომატება უნდა იყოს. მაგრამ როდესაც არის პათოლოგია და დაუშვათ ჰეპატიტის პრობლემა ან მძიმე დაზიანება, რა თქმა უნდა ეს პაციენტი დროულ რეფერალს ვახდენ მე თვითონაც და მქონია ბავშვებში საბედნიეროდ არის იშვიათი ეს დაავადებები და პრაქტიკულად არ არის აუტოიმუნური ჰეპატიტების შემოქმედი ალბათ სულ რაღაც 1-10-მდე შემთხვევა მახსენდება ან თანდაყოლილი ჰეპატიტი დაუშვათ ციტომეგალოვირ ეხა ვეღარ ჩამოვთვლი ჰეპატიტი სხვადასხვა ვირუსით განპირობებული და საბედნიეროდ ეს არის ძალიან იშვიათი და ამიტომ უნდა ვიცოდეთ ჩვენ რა დროს რა გავაკეთოთ. 5 წუთი გვჩება გადაცემის დასრულებამდე და მე ჩემმა მეგობარმა შემახსენა ახლა რომ აუცილებლად კითხე ბატონ თემურსო კურორტებთან დაკავშირებით ყოველთვის ძალიან საინტერესო გვირჩევთ ხოლმე რომ ბავშვების სოფლებში წავიყვანოთ არ არის აუცილებელი მაღალფასიანი კურორტები დღეების მიხედვით გათვლა და ასე შემდეგ. ანუ თუ შეიძლება მოკლედ რომ გითხრათ და ბოლოს რჩევები რომ მივცეთ მშობლებს და შევაჯამოთ ჩვენი გადაცემა. კი ბატონო, მე ვთვლი რომ საქართველოს ყველა ნებისმიერ რეგიონი, მათ შორის თბილისი არის კურორტი, ხო? კურორტი ხო გვაქვს ბალნეოლოგიური კურორტი და ეგრე არის მშვენივრად თავის ინფრასტრუქტურულად მოწყობილი. დაუშვათ თბილისის ფუნიკულიური კურორტია, ირგვლივ არსებული წყნეთი, წავკისი, ყველაფერი და თუ თქვენ გადახედავთ კურორტოლოგიას თბილისის სხვადასხვა უბნებია კურორტებად გაწერილი, ხო? დაუშვათ ამიტომ ყველას აქვს თავი ირგვლივ თავის სოფელი იქნება თუ რეგიონი არის პრაქტიკულად მისთვის კურორტი. რაც შეეხება არსებობს კურორტ ბავშვებს ჩვენ ურჩევნებთ არაპასიურ კურორტულ კურნალობას. ეს არის ზღვის აბაზანები, ჰაერის აბაზანები, მზის აბაზანები და არა ეხა ის განსაკუთრებული რაღაც სხვადასხვა პროცედურები, რომელიც კეთდებოდა და კაცმარცის რატო კეთდება. ეს ბავშვებში არ არის მიზანშეწონილი, მათ კიდევ ერთხელ მეორე არ გაჩინათ ქრონიკული პათოლოგია. კურორტი კარგია, თუ ჯანმრთელობა რა არის, ფიზიკური, სულიერი და სოციალური კეთილდღეობა. თუ ეს ყველაფერი თანხმდრიშია, თუ სოციალური პრობლემა გაქვს, ვერც ფიზიკური გექნება და ვერც სულიერი, ხო? აი სწორედ სოციალური კეთილდღეობა სულიერს და გონია რომ მშობელს ვერ გაყავს ბავშვი, ამით რაღაც კატასტროფა ინგრევა, იღებს რაღაც ცესხს და მეორე დღეს აი სწორედ მოხდება, სწორედ ეს მალფუჭებად პროდუქტს მიცემს მე. თუ სწორად ვერ წავიდა, ან მიცემს არასასრულყოფილ პროდუქტს, იმიტომ რომ კარგი პროდუქტი ღირს ძვირი და მე ყოველთვის ვეუბნები, ტყუილად ყველას გაქვს სოფელი, იქ ფულის ზედმეტ გადახდას ჯობია მივცეთ სრულფასოვანი საკვები, რომ რა არის ცხოვრების ჯანსაღი წესი, ეს არის ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი კვება და რა თქმა უნდა კურორტი მაგრამ კურორტი არის სოფელიც, ის მიკროკლიმატი ისე შეიქმნით, რომ იყოს ყველაფერი კურორტი. დიახ, 2 წუთი გვჩება ბატონ თემურ და რომ შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი გადაცემა და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეოროთ და ვუთხრათ ახალ ბედადედებს, რომ დედის რძეს არ აქვს ანალოგი. რა თქმა უნდა, დედის რძე კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ოქროს სტანდარტია ბავშვთა კვებაში, ხე უცებ გამახსენდა ჩერჩილის სიტყვები, ეს იგი ყველაზე დიდი ინვესტიცია ახალშობილში დედის რძის ჩადებაა. და ეს მართლაც ესეა, ინვესტიცია როგორც ჯანმრთელობის მხრივ, ისე მენტალური სტატუსის განვითარების მხრივ, ისე მაღალი IQ-ს მქონე ბავშვები არიან, ძუძუთი კვების მქონე ბავშვები და ეს ახსნადია და ეს ასე მოდის წლობით. ამიტომ ოქროს სტანდარტია ჩვენ თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა შეუწყოთ ხელი ძუძუთი კვების პროპაგანდას, ძუძუთი კვების ყველაზე კარგ უნიკალურ
ბიოლოგიურ სითხის არსებობას ამ ქვეყანაში და არ არსებობს ქალი, რომელსაც არ ექნება რძე. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმის შორის, ჩვენ ახალშობილებს მაქსიმალურად შევუნახოთ დედის რძე. დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი. გმადლობთ, რომ გამონახეთ, რომ გვესტუმრეთ. დიდი მადლობა ასევე საინტერესო საუბრისთვის პედიატრი მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ბატონი თემურ მიქელაძე იყო. დღეს სამედიცინო ინტერაქტივის სტუმარი. დიდი მადლობა ბატონი თემურ. დარჩით ჩვენს არხზე, რა თქმა უნდა, წინ ძალიან საინტერესო გადაცემები გელით. მე კი ხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის.